აჭარაში მიმდინარეობს ტელემედიცინის საპილოტო პროგრამა მეანება გინეკოლოგიაში. ტელემედიცინა გულისხმობს არსებული 8 სახელმწიფო ვიზიტიდან 2-ის განხორციელების ალტერნატიულ გზას. დისტანციურ რეჟიმში ვიზიტის განხორციელებას. ეს არის სტანდარტული კითხვები, რითიც მეანი დისტანციურად აფასებს ორსულის ზოგად მდგომარეობას. როგორც გთხოვეთ, მითხარით არტერიული წნევა, გთხოვთ გაიზომოთ ორივე მკლავზე და მითხრათ მაჩვენებლები, რომელსაც შევიტანთ თქვენს ისტორიაში. კი, მე უკვე გავიზომე და 90-60 მაქვს წნევა დღეს. ასევე უნდა გავსაზღვროთ სხეულის მასა, თქვენი და ნახოთ რამდენი გაქვთ ნაბატი. 66 კილო. ძალიან გთხოვთ, მითხარით თქვენი პულსის სიხშირე 1 წუთის განმავლობაში თუ დაითვალეთ. 90 არის პულსის ცემა. მოვემზადე უკვე თქვენთან კონსულტაციისთვის. დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ კარგად ისმენთ თავს. ვარ მეორე შვილის მოლოდინში. პირველი ორსულობა კოვიდის დროს მქონდა და ძალიან წუხა რომ მაშინ არ იყო ეს ონლაინ კონსულტაცია ექიმთან. როგორც ვიცით, არის 8 დაგეგმილი ვიზიტი, აქედან 2 ვიზიტი მე-5 და მე-7 შეგვიძლია ონლაინ ვისარგებლოთ. წინა მე-6 ვიზიტი მქონდა აუცილებლად ექიმთან უნდა მივსულიყავი, რადგან ამეყვა ანალიზები, ეხოსკოპია მესაჭირო თუმცა ეხლა უკვე ეს ვიზიტი მხოლოდ ექიმთან კონსულტაცია საკმარისი იყო და ვიყავი აგარაკზე, ამიტომ ჩავერთე დისტანციურად და საკმაოდ მოსახერხებელი იყო ჩემთვის. ონლაინ კონსულტაცია არის მართლაც ძალიან კარგი და კომფორტული, იმიტომ რომ შეიძლება მუშაობთ, გვაქვს რაღაც დროის შეზღუდვა. მიზეზი ალტერნატიული დისტანციური ანტენატალური ვიზიტის განხორციელებისა შეიძლება იყოს სხვადასხვა. მაგალითად, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, შორი მანძილი, ანტენატალური სერვისის მიმწოდებელსა და ორსულის საცხოვრებელს შორის, სეზონური ცვლილებები, ამინდის უამინდობა, ზაფხულში სააგარაკოთ ორსულების გასვლა საცხოვრებელი ადგილიდან, მრავალშვილიანი დედებისთვის, რომელთაც რთულია ვიზიტზე მოხვედრა, ვისაც არ ყავს ბავშვის დამტოვებელი, ამდენად ძალიან მოსახერხებელი გახლავთ ტელემედიცინის პროექტი.